მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან ჩვენ ხარ ქუთაისში ვართ სადაც იმართება ტრადიციულად პროევროპული საპროტესტო აქცია მოქალაქეები ყოველ საღამოს დაახლოებით 8 საათიდან იკრიბებიან ქუთაისში ისევე როგორც იკრიბებიან ბათუმში იკრიბებიან თბილისში და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში არამედ ყველგან იცის დღეს პროტესტის ხმა და მოქალაქეების მკაფიო მოთხოვნა რომ ისინი არ ეგუებიან დიქტატურის სამყარებას ამ ქვეყანაში და არ შეეგუებიან ქვეყანას რომელსაც ყავს სინდისის პატიმრები მათ შორის მზია ამაღლობელი ჟურნალისტი რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია ამ ქვეყანაში ჟურნალისტი ქალი რომელიც აღმოჩნდა ციხეში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის რჩება უკანონო პატიმრობაში ზუსტად 10 თვეა და დღეს მისი საქმის მისი სააპელაციო საჩურის განხილვა დაიწყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მას როგორც ცნობილია აქვს მისჯილი 2 წლის თავისუფლების აღკვეთა და ამ სააპელაციო საჩურის განხილვა დღეს დაიწყო სააპელაციო სასამართლომ მოქალაქეები პროევროპული აქციის მონაწილეები იკრიბებიან ქუთაისშიც ქუთაისის მერიასთან და მინდა გავისაუბრო დღეს ბათუმელების პირდაპირ ეთერში მოისმენთ იმაზე თუ რას ფიქრობენ ქუთაისის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე რა განწყობები აქვთ მათ რა მოლოდინები აქვთ როგორ ხედავენ ისინი წინააღმდეგობის განვითარებას და გაძლიერებას რას ფიქრობენ ისინი ამ პროტესტზე სინდისის პატიმრებზე პოლიტიკურ პატიმრებზე და როგორ ხედავენ წინააღმდეგობის ფორმებს წინააღმდეგობის გაფორმები უნდა შეიძლება გამოიყენოს ამ საპროტესტო მოძრაობამ რომ დაიდოს მოუხდეს უკან დახევა ივანიშვილის რეჟიმს ამ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გავესაუბრებით ქუთაისის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოგესალმებით აღმოჩნდებისა ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ ვიღაც ქუთაისის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე ხო რომ მოგუყეთ რა ხდება ამ აქციაზე ვინ იკრიბება რამდენი ადამიანი გამოდის ყოველ საღამოს და თავიდან როგორი იყო ეს საპროტესტო განწყობა ჩვენ ვიცით რომ 28 ნოემბერს დაიწყო ქვეყნის მასშტაბით ეს საპროტესტო აქციები როცა პრაქტიკულად ქართული ოცნების მთავრობამ თქვა რომ აჩერებს ქართული ოცნების მთავრობა ამ ქვეყნის პროევროპულ კურსს და ევროინტეგრაციას იქედან ჩვენც იქედან დავიწყეთ როგორც ერთ საქართველოში ნუ თავიდან ევროპიდან რა 3000 ადამიანი და მოძრაობდით ქუჩებში და გვემატებოდნენ ადამიანები. ამ ქალაქში ეწყობოდა საპროტესტო მსვლელობები ქუჩებში. მსვლელობები და ქუჩებში შევდიოდით, ეხმიანებოდ და სხვათა შორის ხალხი გამოდიოდა რა. მაგრამ ნუ ჩემი აზრით ეს პროცესი გრძელდებოდა და ნუ მასშტაბურად ვიკრიბებოდით და აქ მერის წინ ვიყავით, მე მოძრაობდი, მაგრამ ხალხი ალბათ ფიქრობ რომ რაღაცას მალე ელოდა გამიგე დროის ამხელა გაწელვა არ ეგონათ და რაღაცა შედეგის და უკვე მთელი წელი დაახლოებით გრძელდება ეს საპროტესტო აქცია და უკვე თითქმის და ნუ ხალხს მეტი ნუ ამხელა ალბათ ნების ყოფაც უნდა რომ ამდენი ხანი წინასწარ არ ფიქრობენ რომ გაიწელებია ეს სიტუაცია და ესაა თუ არა ადამიანები შეემატენ მათ რიგებს ვიდრე დაწყების დღიდან იმიტომ რომ კიდევ ბევრი ნაბიჯი გადადგეს ისეთი რომ მაგარ რიგებს შეემატა პირიქით და არ მოაკლდა ამ თქვენ ამბობთ რომ შეიძლება საპროტესტო აქცია იგივე ქუთაისში არ არის ხალხმრავალი ყოველდღიურად მაგრამ პროტესტი არსად გამქრალა ისევ არის საპროტესტო განწყობა აქტიურად მოქალაქეებში ჩვენ ვინც ყოველდღიურად აქ ვართ ძალიან მოწონთ იმათაც ახლა როგორ აიცი ადამიანებს უყვართ ბევრი ხალხის გვერდში დგომა გამიგე ბევრი ადამიანები როა გამოდიან და რაღაცნაირად თავის თავსაც ხარავენ და ზოგს ეშინია რაღაც სამსახურის რაღაც და ამ ბევრ ხალხში უფრო ერევა გამიგე და აქ რომ მოვა და დადგება უკვე იდენტიფიცირებულია და რაღაცნაირადერიდება აი ნაპერწ კარს ელოდებიან რაღაც ან საგარეო მხრიდან ან შიგნიდან და რაღაც ამ თქვენ რაღაცაერიდებიან რატომ eriდებიან ეშინიათ შიშია თუ არ ეშინიათ მაგრამ ვერ ხედავენ ცვლილების რაღაცა რეალურობას რომ შეიძლება შეიცვალოს ამ ქვეყანაში უკვე ვეღარ ხედავს რომ ამ მიტინგებით და ამ მსვლელობებით შეიძლება შედეგი მიიღოს მაგრამ არის ადამიანები ძალიან ბევრი რომელიც შიშია ნამდვილად რა მოგეხსენებათ რომ სამსახურის საჯარო სამსახურში ვინც მუშაობს და სადაც ბიზნესში ახლა მე მცირე მეც არ მე ვარ მაგრამ ნუ ჩემ გამონაკლისები აქ ვერ მოდიან რა მეწარმეც ვერ მოდის ვერც და საჯარო საფრთხეები დასაქმებული ერიდებიან რაღაცებს და განწყობა პირიქით ყოველ დღე
მაგალითად ეხლა მიღებულ გადაწყვეტილებაზე რომ არაბების თვითონ მათი მომხრეებიც უკვე ბევრი არიან, ვინც წინააღმდეგია რა. რამაც სწორი მიმართულების მიცემა უნდა ალბათ და ისეთმა ადამიანებმა უნდა წამოვიდეს წინამლაზე, ვისაც ხალხი მოусმენს რა. ალბათ და ეს ჭირდება მხოლოდ თუ არა ხალხში არის განწყობა ძალიან უარყოფითი რა. მაგრამ ელოდებიან როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს რეჟიმი რა. მესმის. დღეს მზიამაღლობელის სააპელაციო საჩურის განხილვა დაიწყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ. თუ ადევნებთ თვალს ამ პროცესს და რას ნიშნავს, რას აჩვენებს თქვენთვის მზიამაღლობელის საქმე? კი მეც ვიყავი ადგილზე და ერთ ვიტყვი რომ მზიამაღლობელი არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს ქართველობის სახეს და ესენია ესე იგი აუცით და ვიღაცას და იმ დონეზე მიიყვანა ადამიანები რომ პოლიცია იმ დონეზე დააკნინა რომ ამის თქმა არ წვენია რომ მე ამიცით და რაღაცა მივედი და ვიღაცა მითხრა აი რამ დონეზე ტკივილი განვიცადები რა გებუაძემ განაცხადა ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსია ტკივილი განვიცადება ამ სილის გაწმის შედეგათო და ამიტომ დაძარალებულად ცდოის პროკურატურა გამიგე აი იმ დონეზე დაიყვანა ადამიანები და პოლიციაც რეჟიმმა რომ აი რაღაცის სანაცვლოდ ამის თქმა უხდის რა და მე ვიტყოდი რომ ახლა ზიამაღლობელს ამისთვის რომ რამოდენიმე წელიწადს კიდევ უმატებენ არ ყოფნით ესე კიდევ დამატება პროკურატურა ისე ვითხოვს რომ გასამართლდეს პოლიციაზე თავდასხმის მუხლით რაც ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აყვედას ეს გააჟღერეს ეს პროკურორებმა პროცესზე მაგალითად 10 წლის წინ რომ ხალხში მოხდებოდა რაღაცა განგაში მაგრამ რა არის მე მგონი ტაქტიკა აქვს ასეთი დღეს გააკეთებენ ცუც მეორე დღეს უფრო ცუც მესამე დღეს კიდევ და რაღაცნაირად ვეგუებით ადამიანები თორე პირდაპირ 10 წლის წინ რომ მომხდარიყო ასეთი ფაქტი ახლა ძალიან დიდი გამოიწვევდა დიდ ბას რა უარყოფით პროტესტს გამოიწვევდა და აი წარმოიდგინე ჟურნალისტებს ფეხით შედგებიან კისერს ეხავენ და წარმოიდგინე ამისთვის არავინ არ დაჭირა და აი ვიღაცა თან ხდება იმაზე რომ რაცო იმან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას რაღაც ლოყა აუწითლა და ვიღაცა ფიქრობს რომ აი ამ დონეზე ვარ დასული და რა ვიცი ახლა ქვეყანაში სადაც აი ხაინდრავას უსმენენ და მზიამაღლობელზე იტყვიან რომ არ ვიცი მაგრამ ასეთი კატეგორია მე მგონი ცოტაა მაგრამ ეს პროპაგანდა ისე აჩვენებს თვითონ ბევრი არიან რაღაც მე მგონი საინფორმაციო ომია მოსაგები აქ იმიტომ რომ აი ეს უარყოფითი ადამიანები ვითომ ჩანან რომ ბევრი არიან მაგრამ სინამდვილეში აი ბევრი ჩვენა ვართ ვინც ამას ყველაფერს ეს ჩანს კი რომ ეს ბევრი ფაქტორი ხო იგივე არჩევნებზე გამოჩნდა რომ არ მივიდა ძალიან ბევრი მოქალაქე დემონსტრაციულად ყველაზე მცირე იყო გამოცხადების მაჩვენებელი და თქვა რომ ავიღოთ თბილისი არ ვიცი ქუთაისის მაჩვენებელი არ მახსოვს მაგრამ თქვა თბილისში საერთო ამორჩევლების 20%-მა ირჩია კახიკალადან 20%-იანი მაჩვენებლით არის მოსული თბილისის მერის პოსტზე კახიკალაძე ხო აქ ჩანს რამაჩვენებელი რა ვინ უჭერს მხარს კახიკალაძე 20%-მა მიცას ეს არის ოფიციალურად CSKO-ს მონაცემი რომელიც პირდაპირ არის ასე ვთქვათ ქართული ოცნების ინტერესების გამტარი ხო მაგალითად დამოუკიდებლად ვარ ყოველთვის ჩართული ნუ ბოლო არჩევნებს ვაპროტესტებდი და არჩავრე მაგრამ ჩემი ინიციატივით ნუ ვაკვირდები ამ არჩევნებს და ჩემი ინიციატივით რაღაცები რაც შემიძლია ვაკეთებ და აი ეს წინა არჩევნებზე მაგალითად აი ჩემი ახლობლები თბილისიდან აქ არიან ჩაწერილი ჩამოვიყვანე რამოდენიმე ადამიანი რომელიც 2012-ში სამეგობროდან 2012-ში ბიზნეს რომ იცეს სხვა და მის მერე არჩევნებზე ნამყოფი რო არიდნენ წარმოიდგინე და აი მეთქი ახლა უკვე გადავტეხეთ იმიტომ რომ მე რომ ჩემ გვერდით რო ამდენი ადამიანი ამას აკეთებს აი უკვე ბევრმა ეს გააკეთა ხო მთელ საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ უკვე გადავტეხეთ მაგრამ აი დაჭირდათ მეტი გააყალბეს აი მითო აღარ ვიყავი ხო ამ არჩევნების მომხრე რომ აი მეც აზრი აღარ აქვს არჩევნების მეტი გააყალბებენ დაჭირდება ნაკლებად ახლა ნუ არ დაჭირდათ ხო იმდენი და ფაქტი ისაა რომ 20%-მა სრული ამორჩევლების მიცა ხმა კალაძეს როცა არავინ არ უწევდა წინააღმდეგობას თითქმის რა ასე გამოვიდა რა ხო არაფერი არ შეცვლილა საარჩევნო სისტემაში და შევიდნენ არჩევნებში და ეს არც მოუთხოვიათ რომ მაგალითად რაღაცა გამოვასწროს. დღეს რა არის გამოსავალი თქვენი აზრით? რა გააძლიერებს ამ წინააღმდეგობას? რა ფაქტორებზეა დამოკიდებული წარმატება, წინააღმდეგობის წარმატება? შიგა აი ქვეყანაში რაც უნდა მოხდეს ჩვენ შიგნით არის
აი ვიღაცამ უნდა შეძლოს და ადამიანების გაერთიანება შეძლოს ერთი აი მიზნის ირგვლივ რა აი არა ეს პარტია და ეს პარტია შეუყვარდეთ ერთმანეთი არა უბრალოდ აი იმ თემის რაც არის ქვეყნისთვის გადამწყვეტი თემა და მთავარი მიზანი აი ამ მიზნის ირგვლივ გავაერთიანდეთ და მე მაგალითად ხედავ ამ ბოლო დროს სულ ვაზიარებ სამღვდელო პირების ქადაგებას რომელიც სწორად აზრობს იმიტომ რომ მე პირადად ვიცი რომ მრევლი ძალიან დიდი რაოდენობა არის ადამიანების რომელიც ბევრი ქადაგებს მამაო რომ აი ჩარევა პოლიტიკაში არასწორია და არაეკლისიურია და მე მგონი სწორწმენაში არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა აი დოროთეს მაგალითად ხელმძღვანელობით დოროთე ყურაშვილი ხო რომელიც ერთგვარად ასაჯეს თავისი ქრისტიანული ქადაგების გამო სწორად აზროვნების და ქრისტიანობის ქადაგებისთვის სჭია და ამაზე მეტი რეაქცია უნდა გქონდეს მაგრამ პირველ რიგში ვამბობ რომ აი ის ადამიანები ვინც თვლის რომ რუსეთი არის დიდი აქვს ატომი მაგალითად ჩემს საახლობლოში არიან მამაოები რომელიც ასე მეუბნება მე კი არ მომწონს რუსეთი მაგრამ იქედან იფხელა საფრთხე მოდის მე ვიქცევი ასე რომ აი არ იყოს ომი ხო და მაშინ მე ვეუბნები რომ მაშინ ამბროსი ხელაია ხო რა აზრი ქონდა მაშინ ისიც მოიქცეოდა პოლიტიკურად და ნუ ცოცხალი დარჩებოდა ხო ასე რომ ეაზროვნა და ხო სწორი მიდგომაა საჭირო რომ აი მრევლსაც რომელიცაც მაგრამ აი მამაო რომელიც ქადაგებს რუსეთი არის დიდი და ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც იმას ესიამოვნებ რო არ გამოვიწვიოთ კონფლიქტი ეს უნდა აი სწორად უნდა ჩავახედოთ ადამიანები რომ აი სწორ წმენაში და აი ამბროსი ხელაიას გზას უნდა გავყვეთ დიდი მადლობა ამ თემას არ წევს ახლა რო ვაგვიდები მამაო რომელიც რაღაცნაირად რუსეთის ხარეს არიან აი ამბროსი ხელაიას ცნება არა იმიტომ რომ ხო არ მოწონთ ის რაც იმან გააკეთა ხო და ამიტომ უნდა წამოვძიოთ ხო ამბროსი ხელაიას გზა მაგალითად და ეგ საეგლესიო პირებმა მე დღესაც ვესაუბრე იქ მამაო მოვიდა ზიამაღლობელის პროცესი იყო და გარეთ ვესაუბრე და ნუ ჩვენ კარგად აზროვნებდა და ხო მე ვთხარი მეტი რო იყვეს დოროთეს გვერდით აი ვერ შეძლებენ ბევრის გაშავებას როგორც ჩვენ გჭირს მე ვთხარი გამოვალე მე გამაშავებენ მე დამჩაგრავენ ახლა ის სამი რო გამოდის მაგალითად რო იყოს იქ 100 ხო ვერ შეძლებენ და ამანაც ანუ სოლიდარობა არის ერთგვარი ფორმულა ხო რომ მოუწიოს უკან დახევა ივანიშვილის რეჟიმს ახლა მაგათ შიში აქვს მხოლოდ გაერთიანების შიშია და ეს უნდა შევძლოთ რომ ჩვენ შორის აქაც იყო რა მაგალითად მე იმის გვერდში არ დავდგები და ეს გადავლახეთ ეს ეტაპი რომ ყველას მე მასავლა აქ თქობამ რომ ყველა ადამიანს უსმენ და ყველას აზრი მაინტერესებს უკვე აქ დგომა ეს შემძინა და შიგნით ხო გაერთიანება რა შიგნით და გარედან რა თქმა უნდა რა ვიცი უკრაინის ხარდაჭერა არის მთავარი ფაქტორი და უკრაინის გამარჯვება იქნება ალბათ დიდი მთავარი ფაქტორი აი გარდატეხის მოხდენისთვის აი ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ რუსული რეჟიმი დასუსტება თავისთავად გამგენს აღარ ექნება მომავალი და რა ვიცი გარედან თქვენი სახელი და გვარი ფრიდონ გვალიშვილი როგორ ფრიდონ გვალიშვილი დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ახლა ქუთაისის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე რომელიც იმართება ტრადიციულად ქუთაისის მერიასთან დღეს აქ არის გამოტანილი ბანერი ტყვემზია ტყვე საქართველო დღეს ქუთაისში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო მზიამაღლობელი საქმის განხილვა სააპელაციო საჩივრის განხილვა მზიამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ზიას უდანაშაულო ცნობას ის იმართ გამოტანილი გამომწყნებელი განაჩენის გაუქმებას და გამართლებელი განაჩენის მიღებას სწორედ ამ მოთხოვნით დაიწყო სააპელაციო საჩივრის განხილვა დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯერ უცნობია როდის დასრულდება ამ საქმის განხილვა განიცდით რომ ზიამაღლობელი არის უკანონო პატიმარი ის რჩება 300 დღეზე მეტი ხანია უკვე ზუსტად 10 თვეა რჩება უკანონო პატიმრობაში. მოდი გავისაუბროთ ქუთაისის პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირებს. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგისაუბროთ თქვენ? ბათუმელის პირდაპირ ეთერში ვარ. მოკეთ, მოგუყვეთ ამ წინააღმდეგობაზე დღეს
რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ამ საპროტესტო აქციებს და წინააღმდეგობას? ისევ ქუჩაში დგომას, ვთქვათ, იგივე ქუთაისის მერიის წინ. ერთი ის არის, რომ ჩვენ დამშრალია საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინებთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ეგუებიან ამას და არაფერად შეგვიყვას. პროტესტის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთგვარად კი არის გამოცდილებელი ის ფაქტი, რომ ამდენი ხანია ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ველოდებით გადამტეხ მომენტს, როცა შეიძლება რომ ჩვენი მოქმედებამ ნაყოფი გამოიწვიოს. რა შეიძლება იყოს ეს გარდამტეხი მომენტი? რა ფაქტორებზეა დღეს დამოკიდებული თქვენი დაკვირვებით ამ წინააღმდეგობის წარმატება? დიახ, ალბათ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული საერთაშორისო პოლიტიკაზე და იმაზე თუ რა მოხდება ზოგადად რეგიონში. იარაღ მე მგონია რომ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული დაუშვათ უკრაინის ომზე, როგორ დასრულდება ომი და როგორ გადაიწყობა გეოპოლიტიკური ვითარება ქვეყანაში. ქვეყნის შიგნით მანამდე რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, რომ უკან დახევა მოუწიოს ივანიშვილის რეჟიმს? ძალიან მნიშვნელოვანი რაც მგონია ეს არის გაერთიანება სხვადასხვა პარტიების და ის რომ რამდენად მოხდეს ადამიანების დასწრომა, ოპოზიციური თანგის დასწრომა ერთ მაგიდაზე. თუმცა არ ვიცი ამის რესურსი ახლა რამდენად გვაქვს, მაგრამ მგონია რომ პირველ რიგში ეს უნდა გაკეთდეს. დიდი მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? მადლობა. მოგესალმებით ფათმელების პირდაპირ ეთერში. მოდით მოგვიყევით თქვენ რამდენი ხანია გახართ ამ აქციაზე და მონაწილეობთ ქუთაისის 99 წლიდან რა მოქალაქე გვეძახის 99 წლიდან მაგრამ მაგას როგორ კიდე უტარვა მაშინაც იდექით ქუჩაში საპროტესტო. მაშინაც აქ იმართებოდა აქციები. არაფერ დაულებად არაფერ რა თქვი გაგონია დიდი მადლობა ვიღე ხალხი ვერ დაგვის მაგრამ ვერა ხალხი დაუხლები ძალა არ არსებობს ამისა ასე რომ საფალოს რომ დაგუყულია მასაცობა რას ფიქრობთ ახლა რა მოლოდინი გაქვთ? არიხევს უკან ივანიშვილის რეჟიმი პირიქით ის უფრო მეტად რეპრესიულ კანონებს იღებს რომ მოერიოს პროტესტს ჩაკალას ეს პროტესტი და აღარ იყოს არავინ ხმის აუმღები ხო? საბოლოო მიზანი ალბათ ჩანს რომ ეგ არის ასევე ეს კრიტიკულ მედიას მეტაფორულად შემიძლია გითხრათ რაც მეტია დათოლა მეტი ამომგები ძალიან არ იხებია ისე კარგად დაიხევს როგორც დაგიბარებია არ არსებობს ხალხი ძალად წინ მე დავუხო საბდა იმპერიები დაამკვიდრა ხალხი და ბიზნა არა გამოვიყვანდა რომის იმპერატორი და არ არის ესეთი ჩვენ გაზრობა დაუწერენ დილა და აკეთებენ ბიზნა იქნება იქნება ამას აბსოლუტურად მიგონება რა ჩვენ ვაბუქებთ ბიზნა არა ფალია ჩავყარი იქნება ბიზნეს არა ჩვენ გაზრობა დილის 6 საათი მოუტანებენ დაუდებენ თუ ასე ლაპარაკებს ებაზონია როცა კიდო ამელა სიტუაცია რა აბსოლუტურად გვიწყამენ და გვიწყამენ მაგრამ ერით აი ერის შედგომა აი ჩვენ ვხვდებით ერი ჩვენ ამდენ არ ვიყავით სად ჩანს ამის ნიშნები რა შეხედათ რომ აი გეტყვით სად აი უბრალოდ მაგალითად აქ უბრალოდ აქ გას აბსოლუტურად ხოდო პროფესიონალებს ადამიანები რომლებიც ადრე გამარჯვებასაც არ მეუბნებოდნენ სიძულვილისგან მარტო პარტიულიზე ჩვენ ვისაუბრეთ ფრანკასაუბრად ან იცნობდით ერთმანეთს მაგრამ არ მეგობრობთ ხო დაგიბოდი ლაპარაკიც არ გქონდათ ერთმანეთს დაახლოებით სიძულვილის დონეზე ვიყავით და დღეს ვასწავლობ ჩვენ ერთად უნდა და ერთად ვინდა არ უნდა მოусმინოთ და ერთად მოვეფეროთ და ვასწავლოთ სიყვარული დაამარცხეთ ან რა იყო ეს საფუძველი რის გარშემო თქვენ გაერთიანეთ და სამშობლო იმიტომ დაინახეთ ისევ სამშობლოს დაკარგვის რეალური საფრთხე დაკარგვის რეალური საფრთხე დაინახეთ და დავიწყეთ რომ აი შეგვის ხდება ჯერა არაფერი არ გვექნება სამშობლო არის აი სიმბოლო ალბათ გერბი დროშა ყველაფერი სამშობლო არ იქნა არ გერბი კონდო გერბი და სამშობლო არ იქნა ეს სამშობლოა თავად და შემდეგ არის სოფლდოლობები და კამათი მისავლე სწორად ლაპარაკი ბევრი ყველა პასავლა მეთქები ერთ შედგომის რომი დიდება უყარ და ერი გახდება ცოტა ჩვენ არ ვართ ისეთი რომ ჩვენ უჩვენ ვისავთ ჩვენ ეგრევე ვისავთ კულტურული ერი ვართ ზოგადად შინაგანად მაგრამ სხვებთან რატო ვერ ვახერხებთ თქვა ამ დიალოგს და ამ საერთო ენის გამონახვას რომ აი ალბათ ეს დაგჭირდა დიდება ეს დაგჭირდა რომ ერთად ბევრი კამათი ბევრი დავიდა რამე ის ვისწავლეთ რომ ერთმანეთს აზრით პატივისცემთ და მინიმუმ ერთმანეთს მოусმინოთ და ერთმანეთს მოვფეროთ და უთქვათ მაგრამ როგორ ჩანს ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ხო ივანიშვილის რეჟიმისთვის იმიტომ რომ რეჟიმისთვის ივანიშვილის რეჟიმი ერად შედგება ჩვენ ერად შემდეგ აი ხმა
სახმა ხალხის ხმა როგორც ერთიანი ძალა თუ ეს გავაკეთეთ და ერა შემდეგ მე აბსოლუტურად არანაირი ძალა ვერ გააჩერებ იმიტომ რომ ხმა ხალხის ხმა არის ხალხისა გათავისუფლება ეს რა შემთხვევაში მოხდება რა შემთხვევაში არის ეს შესაძლებელი აი ისო მეტაფორაზე გადავალ და ისე უბრალოდ მივდგები გოლგოთა ვარცმა სიკვდილი და გარდუალი აღდგომა თვარცმა გოლგოთა სახელმწიფო სიკვდილი ნახეთ სახელმწიფო მოკლა სახელმწიფო არ მაქვს ჩვენ არ შეიძლება ვიდაგიდო რომ ჩვენ სახელმწიფო არ ეს არის სახელმწიფო სიკვდილი შეიძლება აღდგომოდა ეს გარდულად ეს გამორიცხული მაგრამ ეს არის ქრისტეს გზა ეს ჩვენი ქვეყნის გზა ასეთი მიყავი და როდესაც აი მოკვდებოდი ფელიქსი აი ეს არის ის რაც დაამარცხა აუცილებლად ისეთ სწრაფად მოვიდა რომ ეს აუცილებლად იქნება იმიტომ რომ მართალი არ შეიძლება ღმერთი არ გაწევს მართლის გამორიცხული ნელა მაგრამ სამართალი მოიქცა და საკუთარ ანუ თქვენ ამბობთ რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს ამის ნიშანი რა არის და მოგვდა სახელმწიფო ხო ამას ვინც ამბობთ მაგალითად თუნდაც ყველაზე სასაცილო კანონი ერთი წლის უკან ორი წლის უკან გიჭერდნენ პირბადე რატო არ გიკეთია სახელმწიფო და ახლა გიჭერენ რომ პირბადე რატო გიკეთია უკვე სასაცილო კომიკური აი ეს არის სახელმწიფო რომელიც ადამიანი ის რომ მე ფული უფრო მაინტერესებს მიზნები ქვეყანაო და ხალხი არ აღდგება და არ აგდებს მინისტრები რომ მილიონებს პარავენ ხალხი არ აღდგება და არ სახელმწიფო ერის ხალხი თუ მას არ იგებს დარია ამიტომ სიტყვილი ნახე ახლა თორემ დაგზურდა დიახ ეს ოპტიმალურად მოხდება უკვე აუცილებლად მოხდება ეს გამოვალია რაზეა ეს დამოკიდებული ხა ეს წარმატება და წინამდებობის გავლენა ისე რომ უკან დახევა მოუწიოს ივანიშვილს იცაზე ჩვენ აკომ გეოპოლიტიკური რაღაცები უკრაინა ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენ ინერცია თუ კომპლექსურად 19 ჩავდებით რომ აი რომ აუცილებლად გავიმართოთ პირველად არის ყოფილი ვიქტორიაში საქართველოს გეოპოლიტიკური როცა ფიზიკურად დგება დასავლეთის სხვა ფიზიკურად როგორ აი მაგალითად სანგეზურზო ამერიკელებმა ჯარები დააყენეს ჩვენ ფიზიკურად დასავლეთში ვართ ჰაკამსული ყავს უკიდურესი აღმოსავლეთი ახლა უკვე თუ ამერიკული ჯარი სანგეზურზე დადგა პირობითად ვამბობ გეოგრაფიულად ხარ უკვე დასავლეთი მაგრამ სხვა ტიპის საფრთხეებზე ლაპარაკობენ ანალიტიკოსების ნაწილი მაგალითად იმაზე რომ შეიძლება დაკარგოს საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თუ ამოქმედება ტრამპის კორიდორი და ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად ეს მიიღებს თავის პოლიტიკურ დატვირთვას და თუ საქართველოს დარჩება რუსეთის გავლენის ქვეშ ანუ ერთგვარი ჩიხი იქნება და ასე ვთქვათ რუსეთის ხო ორბიტაზე მყოფი სახელმწიფო ის აღარ იქნება დასაყრდენი და სანდო სახელმწიფო დასავლეთის თვალში და შეიძლება სწორედ ამ ტრამპის კორიდორით და თურქეთის პარტნიორობით სხვა სივრცე მოიძებნოს და ჩვენ აღმოჩნდეთ მართლაც სწორედ უპერსპექტივო მდგომარეობაში მართლაც რეალური დამოუკიდებლობის თავისუფლების გარეშე ეს არის გამოწვევა როგორც სოფლიოში ჩვენი რა თქმა უნდა ეს არის ყველა დიდ საშუალება რის რაც შეიძლება ჩვენ ერთ გარედან შემოდიოდეს მაგრამ რა ვიცი მაშინ კავკასია საფრთხეთი აზერბაიჯანი ეს კალიდორი არ გაკეთდება საფრთხეთები ლიბერალიზაციას უნდა დასავლეთი ვა ეს ყველაფერი დიდებთან ასე რომ მათ ცოტა ტრამპი დღეს არის ყველა იქნება დიდება უკაცო პუტინი არა უსწრებს მაგრამ ტრამპის გაიგებს რომ თუ საფრთხეთი უნდა და დასავლეთი კავკასია აქეთ და კავკასია თუ და საქართველოს ჩვენ რა თქმა უნდა განვიცილება მაგრამ თუ დავიქნებით თუ ერი დაანახეთ ჩვენ ესე და მარტო დასავლეთის იმაზე არა ჩვენ დავისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ოფერება მოვლა პატრონობა მაგრამ ყველა გაიგეთ და რა თქმა უნდა მე არც გეოპოლიტიკა არ ვიცი ჩვაგულ ევროპაში ეგერ რა ქვია ბელარუსი რა დიქტატურა ჩვაგულ ევროპაში დიდი მადლობა თქვენი სახელი და გვარი დიდი მადლობა თონესაზა თქვენი შემოდი საზალი პარტიელიანს მათმელობის პირდაპირ ეთერში ჰოკი მოგესალმებით მათმელობის პირდაპირ ეთერში გითხარით თქვენი მოსაზრება რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად წინააღმდეგობას ამ პროევროპულ პროტესტს რომელს ჰქონდეს გავლენა და უკან დახევა მოუწიოს ივანიშვილის რეჟიმს თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს? ვარიანტი შეკითხვა, მაგრამ მე იმით დავიწყებ, რომ არც ერთი დღე მაგალითად ქუთაისში აქცია არ ჩავარდა.
და აი ამ სიძულვის ერთადერთი პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცა საკუთრივ ადამიანებმა და ვფიქრობ, რომ ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება შეიქმნა პროტესტთან მიმართებაში. Რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, არა მარტო დედაქალაქში, არამედ რეგიონებში და მთელი არსი ის რომ აკოლოგია აქციები სწორედ ეს არის, ამოწმული არის რომ აი თბილის მიეშველოს, მიეხმაროს და რომ ის არ არის მხოლოდ თბილისის ბრძოლა და რაც შეეხება უშუალოდ პროტესტის განვითარებას, რა თქმა უნდა, ფორმები განსავითარებელი იყო. მე მგონია, რომ ადამიანები ვინც აი დიდი ხანია პროტესტში არიან ჩართულები, გრძნობენ რომ რაღაც უფრო მეტია მოსალოდნელი. არ მგონია პანაცეა მაგალითად ქუჩის გადაკეთება თბილისის შემთხვევაში, რომ ეს როგორც მანქანებმა დაიწყო პროტესტის სიარული, აღმოჩნდა რომ მეტ ადამიანთან შევედით კომუნიკაციაში, თუნდაც ტროტუარიდან. ფორმები შესაძლებელია, მაგრამ ქუჩის პროტესტი არ იქნება რა თქმა უნდა ერთადერთი და საკმარისი. ოპოზიციისგან ველოდები რომ ისინი უპასუხებენ საქართველოს მოსახლეობის გამოწვევებს და პრობლემებს, იმიტომ რომ ალტერნატივის გარეშე ჩვენი ვერავდები საერთოდ გადაღებამდე. ამ ერთიანობას შეძლებენ თქვენი აზრით პოლიტიკური აქტორები? ერთიანობა ძალიან დიდი ტკივილი და ფარსი მგონია და ჩემთვის არ მაგარია რომ ამ ერთიანობა რაღაცნაირად შევთავაზო, მაგრამ კონკრეტული პატარა მიზნები აუცილებლად უკვე არსებობს და მომავალშიც არსებობს, სადაც მათ ხალხს უნდა აჩვენონ ერთიანი პოზიცია. ერთიანობა ცოტათი სახიფათო სიტყვა და ამ ერთიანი სტრატეგიული ხედვა უნდა წარმოადგინონ ამას. შეიძლება პროტესტის პიონერებს ემახსოვრებათ, რასაც 10 წელია რუსთავაზე გავარ უამრავ ადამიანთან ერთად. ყოველთვის ჩვენი მოთხოვნა იყო მრავალპარტიული პარლამენტი. მრავალპარტიული და არა რაღაც ერთ ხარჯზე მოჭრილი პოლიტიკური სპექტრი. ისინი უნდა განვითარდნენ თავიანთი იდეოლოგიების ფარგლებში, უნდა შექმნან ღირებული პროექტები, პროგრამები და აი ეს წარმოგენია, რომ მნიშვნელოვნად მიაღებინეთ დაეხმარება ქართულ ხალხს გადაწყვეტილების მიღებაში. რა თქმა უნდა, დასავლეთთან მუშაობაც საჭიროა ამ სამ კომპონენტს, რაც ალბათ ნებისმიერი საბაზისო სახელმწიფოს პრინციპებში საფუძდება, არის ალტერნატივა, ქუჩის პროტესტი და მეგობრების, ნამდვილი მეგობრების დასავლეთის ხარდაჭერა. ეს სამი წერტილი უნდა შევკრათ ქართულმა ხალხმა. დიდი მადლობა. თავისუფლება ყველა პოლიტიკას. თქვენი სახელი და გვარი. დიდი მადლობა. ეხლა სამახსოვრო ფოტოს იღებენ ქუთაისის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიასთან. და როგორც ჩვენ ახლა გვიტყერეთ, ერთ მონაწილემ ქუთაისის საპროტესტო აქციის ნებისმიერ ამიჩი ამ დაახლოებით უკვე 1 წლის განმავლობაში ჯიუტად და მტკიცედ იკრიბებიან მოქალაქები აი ამ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე და მართავენ ამ აქციას. დღეს ამ აქციის ერთ-ერთი გზავნილია ტყვე მზია, ტყვე სამართალი, მზია ამაღლობელი სიმართლეში ბრალდებული დღეს ქუთაისში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო სააპელაციო საჩივრის განხილვა და პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების დიდ ნაწილსაც სწორედ იქ ნახავდით დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მაგრამ გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება, დღეს რა სჭირდება თქვენი აზრით ყველაზე მეტად ამ წინააღმდეგობას, ამ პროტესტს, რომ მას ჰქონდეს წარმატება და უკან დახევა მოუწიოს ივანიშვილის რეჟიმს. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესის განვითარებას? ივანიშვილმა რომ უკან დაიხიოს, უნდა ის იხევს როგორც ყველა რუსი ძალის წინაშე იხევს. ივანიშვილი რუსია. და ძალა უნდა ვაჩვენოთ. ძალა არა ის ბრუტალური ძალა, რაც მეუბნებიან და დაჟადი გახდა. მაგრამ დადახება და გადაკეთებას და მის გაცინდერებას შეიძლება მოგვიწიოს მაქსიმალურად ელემენტარულ საპროტესტო ქმედებებზე. უნდა დავით, შენი ძალა იქნება ერთობაში, შენი ძალა არის უდრეკელობაში, ჩვენი ძალა არის თანმიმდევრულობაში და ჩვენი ძალა არის იმაში, რომ ჩვენი პროტესტის ხარისხი ვაჩვენოთ, დაინახოს საერთაშორისო საზოგადოებამ, მედია საშუალებებმა, უთხოველმა, რა ქვია, ჟურნალისტებმა ჩვენი სათქმელი რა არის, ჩვენ რა გვიდა, რას ვითხოვთ და ამის წინაშე მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ის დაიჭერს
ორ კურდღელს ხელში სანქციებს და კიდე ფინანსურ პრობლემებთან. მხოლოდ მაგის წინაშე გაჩერდება ბიზნესი, ხო არაფერია. აი ეს ერთიანობა, მასშტაბური ერთიანობა როგორ მიიღწევა, როგორ შეიძლება? აი მასშტაბურობა რაღაცეები შეცდომები დაუშვით ჩვენ მე პირადად მე სხვაზე ვერ ვილაპარაკებ, რაღაც შეცდომები დაუშვეთ და ის მასშტაბთა და შემცირდა მუხტი და რაოდენობა ხალხის, მაგრამ ან რა იყო შეცდომა თქვენი აზრით ამ წინააღმდეგ? ეს შეცდომა ის იყო, რომ იყო რაღაცა ლოზუნგები, ნაცი და ქოცი ერთია. არც ნაცი, არც ხოცი და ამაზე ხალხი ღიზიანდებოდა და მე დიდი ალბათობით არ მოვიდოდი. ახლა მაგრამ მე მაინც გადავაბიჯე ჩემს თავს და თავმოყარებას და დავდექი მაინც გავახდები. ვიტო ჩემთვის მიუღებელია. ვიც მაგას ამბობს, არც ნაცი, არც ხოცი, ის ხოცზე უფრო უარეს ხოცია. ხო და კიდე იყო რაღაცეები მე შეფასებაში მე ვიცი არის ის ფუნდამენტური მნიშვნელოვანი ყველაზე მთავარი საყრდენი საფუძველი რის ირგვლივაც უნდა გავერთიანოთ და თქვენ სწორად აღნიშნეთ ხო რომ არ უნდა იყოს სიმართლე უნდა გავერთიეთ ჩვენ მხარეს არის სიმართლე ეხლა თათა სტალინის უტრირებას კი არ ვახდეთ ჩვენი ბრძოლა სამართლიანი და ჩვენ გავიყოთ ეგ ვიღაცის ის არის რაფია არ იყო თად ორიგინალური სტალინი მაგას რო ამბობდა და პლაგიატია მაგრამ სიმართლეა ჩვენ მხარეზე და ჩვენ უნდა გავიმართოთ სხვა გამოსავალი ჩვენ უნდა შევიდეთ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და ვართ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და უნდა გავიმართოთ. და ამ ამოცემულობაში თქვენი გადასახედიდან როგორ უყურებთ? ივანიშვილის რეჟიმი უფრო კვიდრდება და ძლიერდება თუ სუსტდება? რომ ფაქტობრივ დონეზე ჩანს რომ ის არის ხელი. ეხლა შეიძლება ვიღაცა დაასახოს ივანიშვილის რეჟიმი სუსტდებაო, სასურველით რეალობის სათრუად რაფია გაცხადებად ჩამითვალო, მაგრამ სუსტდება. ისეთ რაღაცებს და მე ველოდები კიდე ვის შეცდომებს დავუშვებს და მე შეცდომებს დავუშვებს. რა შეატყობთ რომ სუსტდება? აი რაში ჩანს ეს? გარბიან ვირთხები, ტოვებენ რაფია დაზიანებული ხომალდივით, რაფია გემ მასტოვებენ და გარბიან და მე პოლიტიკურ თავშესაფარებს ვითხოვენ. მაგრამ კორუფციას ვებრძვითო ჩვენ და ამიტომ ვაკავებთ. ეგ არის სატყო არა როგორც მაგალითად ერთი კაცი ყოფილა არ მოიმო მწყემსი, რომელმაც არ მოიმარაგა კარგად საზამთროთ თივა და რაფია საკვები პირუტყვისთვის და მე დაიჭირა კატა ჩასვა მე ტომარაში და როცა დაიწყებდნენ ღაველს შეერი რაფია პირუტყვი დაიწყებდა კატა ხმაურდებოდა შეგიტა ესე ყუადღები ანუ ეს ყუადღების გადატანა ხდება მის თამაშობს ეხლა იმას რაფია რიგით ქოცების რაფია ნერვებზე რომ აი თურმე ესენი აფუჭე ბიბოს ბიძილას უნდა უფასოყული ყოფილიყო ბიძილას უნდა 5 მილიონი ყველა სოფელი უნდა ბიძილას უნდა რომ და ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა განხორციელებული ყვა თურმე კორუფცია ყოფილა თურმე ესენი ნაცები და შემოგზავნილი ვიღაცები ყოფილან და ეს არ იქნება დამაჯერებელი თქვენ ვიგებ და აუდიტორიისთვის ან ვერ დააჯერებენ მე ვისწავლეთ კომუნიკაცია უბრალოდ ამბობენ, მაგრამ ეს სრულებია, ეს ასე არ ხდება. აი, მათ შორის ოცნების მხარდამჭერებსაც არ ჯერათ, თქვენ ამას ამბობ? ხო, ეხლა ოცნების მხარ, მოკლედ ზოგადად ეხლა გაცხადებულად ყველას უთხრდებათ, ეხლა რომ არიან ესეთები ოცნების მხარდამჭერები იყვნენ დროს 2012. არიან ესენი ეხლა რეალობა ასე იყო და მაგრამ იმათაც უთხრდებათ, რომ ეგ ასეა. ესმის. მზიამაღლობელი საქმე რას ნიშნავს? თქვენ რას აჩვენებს, თქვენ ეს საქმე დღეს დაგინახეთ. ქუთაისის აპელაციო სასამართლოსთან მისი აპელაციო საჩურის განხილვა დაიწყო. ნიუანსებში ვერ ჩაუღმავდები. ეს არც გვინდა მოქალაქის აზრი გაინტერესებს. რა ხდება იცით რომ ადამიანებმა ისეთ რაღაცები ჩაიდინეს, თვალები დათხარეს და იგივე გახარია, გააკეთეს სიცხლით მოვიდნენ, მის მერე კიდე დაგზედა ქუჩური გარჩევები, პლენობები, იქ ფეხბურთელი უბრალოდ რაღაცა შეიძლება შეესწრო არის კარგი რომ პოლიციელი ფორმიერი ადამიანი ვიღაც მაგრამ რაღაცა უნდა იყოს რაღაცა სხვაობა დიფერენცირება უნდა იყოს ემსის კურდი და აკლიმის კურდი და რაღაცა ერთნაირად არ უნდა ისჯებოდეს 4-დან 7 წამზე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს პროკურორი 4-დან 7 წამზე თავისუფლების აღკვეთას ითხოვს პროკურორი მზიამაღლობელი შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი და პუტინის სახე მე ბიძინა ივანიშვილს რომ ამბობ მე გულისხმობ ლენინს და ამბობ პარტიას და გულისხმობ პარტიას და ამბობ ლენინს იყო კომუნისტები და საქართველოს როდესაც ამბობ ივანიშვილი და მის რეჟიმი რუსული რეჟიმი არავით არ ივანიშვილი აქ არის ნამესტნიკი რატომ აღმოჩნდა მზიამაღლობელი და ჟურნალისტი სამიზნე ამ რუსეთის ამ შემთხვევაში? რატომ აღმოჩნდა მზიამაღლობელი და ჟურნალისტი სამიზნე? რატომ აღმოჩნდა ქართული ოცნებისთვის მზიამაღლობელი სამიზნე? რატომ ამოიღო მიზანში მზიამაღლობელი თქვენი აზრით? ოპოზიცია ქონდა აქტიურობდა ეს ქალბატონი
ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა, აშუქებდა რაღაცა მწვავე იყო, უკომპრომისო იყო და მე შეიძლება მაგის ძველი გამოსვლები მე არ მომწონდეს. ადრე იპირსისხლიანები დროიდელი გამოსვლები, მაგრამ ეხლა ადამიანი საქმიანობიდან ადამიანს აქვს თავის პროფესიულ საქმიანობაში რაღაცა აზრი გამოხატოს, რაღაცა პოზიცია გქონდეს. შეიძლება ეს მომწონდეს მე ან არ მომწონდეს, მაგრამ ეხლა ადამიანი არის საპატიმროში. უხალი ამბობს რომ მე რო ავად ვიყავიო, რატო არ ვნახეთო, თქვენ და რატო არ მიწამლეთო და როდის იყავი უხალო ავადო და ყველა ავადყოფი მე ვარო. უხალი კითხვა ამბობს ხოლმე, როცა მე მშიო და რატო არ დავაპურეთო და როდის იყავი შენ, ყველა მშიერი და შეჭირებული მე ვარო და უხალი ამბობს, რატო არ დამამშვიდეთ მე და რატო არ მინახულეთ და რატო არ თანაგდობა როდესაც მე პატიმარი ვიყავ და როდის იყავ, ყველა პატიმარი მე ვარო. იქ არა ლაპარაკი, ეს კარგო საქმეზეა და პატიმარი, ყველა პატიმარი, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. სოლიდარობა ჩემი ყველა პოლიტპატიმარს. ჩემი პირადად თავისუფლება და სოლიდარობა მიშა სააკაშვილის თავისუფლება ყველა პოლიტიკასთან. ეცოტა საგრძელოსავით გამომივიდა, ლოზუნგი რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, თქვენი სახელი და გვარი? ვახტანგ სიხარულიძე, ექიმი ფსიქიატრ ნარკოლოგი. დიდი მადლობა ბატონო. მადლობა. ასეთი პოზიციები აქვს მოქალაქეებს ქუთაისის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. მოდით კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბრები. მოგესალმებით თბილისის პირდაპირ ეთერში. თქვენ რამდენი ხანია რაც გაახართ ამ ქუთაისის პროევროპულ აქციაზე და რას ნიშნავს აქ ყოფნა, აქ დგომა ამ აქციაზე? მე ვდგავარ ქუთაისის აქციაზე, რაც დაიწყო ეს აქციები პირველივე დღიდან, აი გასული წლის 28 ნოემბრიდან. ხო, როცა კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს აჩერებს ევროინტეგრაციას. ევროინტეგრაციის დღემდე და რას ნიშნავს ამ აქციების მნიშვნელობა როგორია თქვენთვის დღეს? ჩემი აზრით რო არ გავაზვიადო და არც მნიშვნელობა დაუკარგო, ამ აქციების მნიშვნელობა არის გახდა უკვე უდიდესი. ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს არის ისტორიული, როგორც გავიგე, ასეთი ხანგრძლივი აქციები მიიღო უკვე ისტორიული ხასიათი. ჩემთვის პირადადაც უპრეცედენტო არის, საქართველოს კონტექსტში უპრეცედენტოა და ასევე მსოფლიოში ძალიან ცოტა მაგალითები არის. ერთწლიანი უკვე ერთი წელი გახდება ერთწლიანი უწყვეტი აქციები და ამას რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი ან არამრავალრიცხოვანი აქცია იყოს, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, თუნდაც ერთი კაცი იდგეს აქციაზე. და ჩემი აზრით ეს ქუთაისისთვისაც ძალიან დიდი ასე ითქვას შენაძენი არის. ეთანხმება თუ არ ეთანხმება ჩვეულებრივ რიგითი ქუთაისელი, ეს მაინც შენაძენი არის, იმიტომ რომ ჩვენ მომავალში გამოგვადგება ეს აქციები და ეს ამ აქციის პრეისტორია გამოგვადგება მომავალში, ვიდრე მიმდინარეობს აწყოში. იმიტომ რომ ჩვენ სოფლიოსთვის და პირველ რიგში ევროპისთვის სათქმელი გვექნება ძალიან დიდი გამძლეობის, იმყევობის, აი სიმართლისკენ დგომის და ამ სიმართლისთვის ნებისმიერ ამიჩი, ნებისმიერ პირობებში ბრძოლის. აი ამას ნიშნავს ჩემთვის ეს აქცია. მაგრამ ამ პროტესტის მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმი არ იხილავს უკან პირიქით ისინი თორსა ფორმებით ცდილობენ რომ ჩაახშონ ეს პროტესტი, ხო, მიიღონ კანონები, მაგალითად გზის გადაკეთების გამო პირდაპირ შეიძლება ჩაქსვან ციხეში და ჩაუსვამთ კიდეც, ხო? სვამენ კიდევაც ციხეში რუსთაველის გამზირის გადაკეთების გამო. ან პირბადის ტარების გამო შეიძლება პირდაპირ 15 დღიანი პატიმრობა შეგიფარდონ და იღებენ კიდევაც პირბადას მოქალაქეების ჯიბეებიდან, როგორც მტკიცებას და ამას უკავენ, ხო? ანუ თორსა აქტიური ფორმებით ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი რომ გააქროს ამ ქვეყანაში პროტესტი. არ იხევს ეს რეჟიმი უკან. თქვენ ეს გაზიათ დღეს დამოკიდებული ამ პროცესის და წინამდებობის წარმატება. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ჩემი აზრით ეს მოდი ასე ვთქვათ ჟარგონს გამოვიყენებ, აი ეს ჟარგონი არ ვიტყვი იმ ადამიანებს კარგად ესმით, ვის გამოც ჩვენ აქვთ ეს მელკი რაღაცეები, რასაც აკეთებენ, რის გამოთაც ადამიანებს ზოგს 2 დღით, ზოგს 3 დღით, ზოგს 14 ზოგს რამოდენიმე წლით საპატიმროში უშვებენ. ამას ჩემი აზრით აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. ეს არის შედეგი და არა მიზეზი. მიზეზი არის სულ საერთოდ სხვა რამეში. ბიძინა ივანიშვილი რო ყარად გძნობდეს თავს და მას რო კონდეს რაღაცა ელემენტარული მხარდაჭერა, თუნდაც მისი მომხრეებიდან და მის მომხრეებს მართლა რომ მიაჩნდეთ ეს რაიმე ლოგიკურ ან რაღაცის გამოსავლად ან რაღაც ახსნად ქმედებად,
ის ამას არ გააკეთებდა და თავს ასე არ დაიმცირებდა თვითონ და მისი ჭკუით არ დაგვამცირებდა ჩვენც. მაგრამ ასეთი რაღაცეებით, ამნაირი აქციების ან დაშლა, ან მარგინალიზება, ან შებღალვა თვითონაც ჩემი აზრით თვითონაც იცის, რომ ეგ არ გამოვა, მაგრამ უკანაც ვეღარ იხევს და მე მგონი კიდე ჩვენი საშველი და ხელის წამოსაყენებელი გახდება ეგ. დიდი მადლობა თქვენი სახელმწიფო რომეო ჟორჟოლიანი ქუთაისი. დიდი მადლობა რომეო. ასეთია ქუთაისის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების განწყობა. დღესაც მოქალაქეები ქუთაისში შეიკრიბნენ ქუთაისის მერიასთან, ეს არის თქვენი ტრადიციული შეკრების ადგილი აქტიური ქუთაისელი მოქალაქეებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ დღეს დაიწყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზიამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა. მზიამაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში, ის უკვე ზუსტად 10 თვეა არის უკანონო პატიმრობაში. აქციის მონაწილეს ულოცავენ ასევე დაბადების დღეს. პროევროპული საპროტესტო აქციიდან შეგიყვებოდით ქუთაისის პროევროპული საპროტესტო აქციის შესახებ. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს პლატფორმები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.